ვსწავლდი მე-7 საჯაროში და მე-5 კლასიდან გადავედი წევის საჯარო სკოლაში. რის შემდეგაც მხოლოდ მარტო ვიყავი კლასში. ცოტა მარტოსულად გრძნობდი თავს, მაგრამ როდესაც თვითონ სხვა კლასის მოსწავლეები გავიცანი, ასევე მასწავლებლის ნელ-ნელა ყველაფერი კარგად წავიდა და უკვე ოჯახური გარემოც შეიქმნა თვითონ სკოლაშიც. ქალაქის სკოლებში უფრო მეტი ბავშვი მიდის, უფრო გადატვირთულია კლასებიც და მასწავლებელს უჭირს, რომ ყველა თვითონ მოსწავლეს მიაქციოს ყურადღება. ამიტომაც ზოგიერთი მოსწავლის დონე უფრო დაბალია ვიდრე სხვა მოსწავლის. ამიტომაც როდესაც წევის საჯარო სკოლაში გადავედი, უფრო განვითარდა ჩემი სწავლის დონეც, მოტივაციაც და ნელ-ნელა თვითონ ეს სწავლაც შევიყვარე. რო შევედი თვითონ საგამოცდო ძალიან მინერვიულე. როგორ ფიქრობდი, რას დავწერდი, ჯერ იმაზე ვფიქრობდი და სულ ნერვიულობდი ყველაფერზე, ჯერ იმ მომენტში სანამ გამოცდა მოვიდა და შემდეგ გამოცდის დაწერისას და შემდეგ როდესაც გამოცდის ქულებიც დაიდებოდა. როდესაც გავიგე რომ 70 ქულა მივიღე, პირველი ვისაც შევატყობინე იყო ჩემი მასწავლებელი და გახარებული ვიყავით ყველანი ოჯახის წევრებიც და თვითონ სკოლის მასწავლებლებიც. სკოლა დავიწყე თვითონ წევის საჯაროში. პირველი ვინც შემხდა იყო ქართულის მასწავლებელი, რომელმაც ძალიან თბილად იმოქმედა ჩემზე და ამის შემდეგ უფრო გავიხსენი სკოლაში და მასწავლებელთან, როდესაც უკვე მათთან ერთად დავიწყე გამოცდებისათვის მომზადება, ზუსტად მათი დამსახურება არის, რომ ასეთი მაღალი ქულები ავიღე და მათ მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო. განაც მარტო ვიყავი კლასში, მასწავლებლები თვითონ კლასში მთელ ყურადღებას ჩემზე გადმოიტანენ, ამიტომაც არ დამჭირდა რომ სკოლის გარეთ წავსულიყავი და სხვა მასწავლებელი მომეძებნა რომ რამე საგანში მომზადებულიყავი და თვითონ სკოლაში მომამზადეს მასწავლებლებმაც ისტორიაში, ქართულში თუ ინგლისურში. სოფლის სახლთა უმეტესობა მიტოვებული არის, მხოლოდ ცოტაოდენი ბავშვი ან მაცხოვრებელი თუ იქნება ახლა სოფელში. ისიც არის რომ მაგალითად უმეტესობა რომელიც სოფელში ცხოვრობს ამჯობინებს რომ ბავშვი წამოიყვანოს ქალაქის სკოლაში და არა უკვე რომელიც სკოლაც სოფელში არის და ამას როგორც სოფელს ისე თვითონ სკოლასაც სოფლის სკოლასაც აზიანებს. ბავშვთა უმეტესობა თვითონ რადგანაც ქალაქში მოდის ხოლმე სკოლა თვითონ სოფლის სკოლები უგულებროპული რჩება, ამიტომაც თვითონ მინდა ვუთხრა ყველას რომ შეუძლიათ მას თვითონ სოფლის სკოლები საერთიეს და არ დააზიანონ ის სკოლები რომელიც მათ გვერდზე არის, რადგანაც მათ ის ტიტული სოფელი აწერია. იქნება თუ არა ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ტროას ცხენი კონტინენტზე. კითხვას ისტორიკოსი შალვა თავაძე სვამს, რომელსაც ის მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. პრეზიდენტის ბრძანებაში მითითებულია იმპორტის გადასახადის 10-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნისთვის. კანადის, ბრაზილიის, ინდოეთისა და ტაივანდის გარდა ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გაფორმდა ხელშეკრულება, ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროკავშირს შორის. ხელშეკრულების ტექსტი იმთავითვე კითხვის ნიშნებს ტოვებდა. ეს კითხვის ნიშნები დატოვა მან ევროპის ქვეყნებშიდაც. მართალია ევროკავშირის ხელისუფლებამ მას ხელი მოაწერა, მაგრამ ევროპის ქვეყნებმა სკეპტიკურად შეხედეს, მათმა მეთაურებმა სკეპტიკურად შეხედეს აღნიშნულ საკითხს. მე როცა რაღაც გარკვეულ შინაარსს გავეცანი აი ამ ხელშეკრულებისაც, კიდევ ერთხელ გამახსენდა საფრანგეთის ცნობილი პრეზიდენტის შარლ დე გოლის სიტყვები, როდესაც მან შეაფასა ევროკავშირის შექმნის საწყისი ეტაპი და მან ევროკავშირს უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტროას ცხენი ევროპაში. ტრამპის პოლიტიკა მე ზუსტად ამას მაგონებს ახლა. მას უნდა დაიქვემდებაროს ევროპა და იქვემდებარებს კიდევაც, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ფინანსურად, ეკონომიკურად, მაგრამ აქ კითხვა ასე ისმის, რატო აკეთებს ამას ტრამპი?
მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. პირველი რომ ტრამპმა დაინახა რომ მის ეკონომიკურ ფინანსურ გავლენას სოფლიოში ანუ ამერიკის შეერთებული შტატებისას გარკვეულწილად პრობლემები შეექმნა და ეს განსაკუთრებით ჩინეთის მზარდი ეკონომიკის ფონზე ამას დავუმატოთ ინდოეთის ასეთივე მზარდი ეკონომიკა, ბრიქსის ზოგადად სახელმწიფოების გავლენა და დოლარის გავლენის სფეროც იზღუდება. ამიტომ ტრამპი ცდილობს სწორედ აი ამ კრიზისიდან აი ამ ეგრეთ წოდებული ტარიფების ომით გამოვიდეს. რამდენად წაადგება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და თუ ასე განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებს წაადგება და ის მართლაც მოქმედებს პრეზიდენტი მართლაც მოქმედებს ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რამდენად წაადგება ევროპის ეკონომიკას, მით უმეტეს იმ ეკონომიკას, სადაც ეს გარკვეული კრიზისია. ამაზე მეტყველებს თუნდაც გერმანიის კანცლერის პროტესტი ამასთან დაკავშირებით, რადგან მან კარგად იცის, რომ თუნდაც ის საგარეო ვალი ერთულ მოსახლეზე გერმანიაში 30,000 евро, რომელიც არის, ეს ძალიან დიდი ტვირთია. ამას დავუმატოთ ჩვენ ის 15%-იანი ტარიფი, ამას დავუმატოთ ის 5%-იანი სამხედრო ხარჯები, რომელიც დააწვება ევროპას და მე მგონია რომ მართლა სტრუაცხენი გამოდის ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისა ევროპაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემებზე მუშაობა და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული განაცხადი გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს მინდა განსაკუთრებულად აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სრული სერიოზულობით უდგება იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება ნარკომანიასთან დაკავშირებული თითოეული პრობლემის მოწესრიგებას, მოგვარებას, გადაჭრას ამ პრობლემებისა და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველმხრივი და კომპლექსური მიდგომა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ამ რეფორმის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ იმ სფეროს მოწესრიგება, რომელიც უკავშირდება ჩანაცვლებით თერაპიას და მოგეხსენებათ, რომ მიღებულია საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან სერვისის მიწოდებას ვეღარ შეძლებენ კერძო დაწესებულებები, კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები და ამას მთლიანად საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შესაბამისი ცენტრები, რომელიც ჩვენ გვაგვაჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე. ამ თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომზადდა პროცესები დაიგეგმა და შესაბამისად ახლა მინდა ვისაუბრო იმ პროცედურების შესახებ, რომელი პროცედურების მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, რომ ბენეფიციარებმა, რომლებიც ამ დრომდე ღებულობდნენ სერვისს კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების მეშვეობით, ახლა მიიღებენ უпростоრად მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან გააგრძელებენ ამ სერვისის სარგებლობას უკვე სახელმწიფოს ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებში. მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ სახელმწიფომ მოამზადა ჩვენმა სამინისტრომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ მოამზადა საკმაოდ მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც იქნება რეგისტრაციის განხორციელება, თუმცა ვინც უპირატესობას მიანიჭებს უშუალოდ ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას მას მოუწევს ნებისმიერი ცენტრისთვის მიმართვა, რომელიც ასევე გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. უნდა ვთქვათ, რომ რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაბამისად იყოს შეუფერხებლად სერვისით სარგებლობის სრული შესაძლებლობა. ამ მიზნით მომდევნო კვირის დასაწყისიდანვე 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა, რომ ელექტრონულად ან უშუალოდ ადგილზე მისვლის გზით გააკეთოს განაცხადი. ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ განაცხადის საფუძველზე, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავება განვახორციელოთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვითხოვთ ინფორმაციას კერძო მიმწოდებლებისგან და შესაბამისად გზით განხორციელდება ყველა მონაცემის ისტორიის შემოწმება. შესაბამისად დაიგეგმება მკურნალობის კურსი და სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი უკვე 15 აგვისტოდან სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.